-15 გრადუსი. ყველაზე ცივი ღამე ჩემს ცხოვრებაში. და ეს ლაშქრობა თავიდან რთულად დაიწყო, რადგან ტბაზე ყინული ჩამიტყდა და დავსვევდი. ჩვეულებრივი ღია ტენტით ლაშქრობა, ძლიერ ყინვაში და ბევრი შეშის მოგროვება, რათა გაყინულ ღამეს კარგად შევეჭიდო. ჩაუჯექით მეგობრებო და დატკბით ამ საოცარი 50 წუთით. გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურეთ BBR Wilds. მე და ტაისონი მივდივართ დღეს ალაშქრობ, დღეს მექნება სოლო გასვლა, ძალიან მომენატრა მარტო ლაშქრობა. თანაც ჩემ ნორვეგიულ ამინდის აპლიკაციაში გადავამოწმე, სადაც მივდივარ. ახლა დღეს მინდა წავიდე ზეგარდის უმაღლეს წერტილზე. კარგი ტყი არის იქ, დიდი ფიჭვნარი არის საკმაოდ და იქ რომ დავრჩეთ რა, მე და ტაისონი. თორედ კარვით არა, მექნება წაღებული ღია ტენტი, სპეციალურად რაღაც ესეთი მუღამი მაქვს, უფრო რომ გავართულო. ხო და ამინდის აპლიკაცია მიჩვენებს, რომ ღამით იქნება -15 გრადუსი. ახალ ამბებშიც გამოაცხადეს ესე ყური მოვკარი, რომ ქართლის ტერიტორიაზეა და Facebook-საც ამომიგდო, -17 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურაო რა და შესაბამისად ძალიან მაგარი გასვლა გველის დღეს მე და ტაისონს. ყველაფერი მაქვს წამოღებული, რაც დამჭირდება. ამიტომ ჩაუჯექით მეგობრებო წინ გველის უმკაცრესი 2 დღე. ახეთ სად ვარ? დამიდია წელიაში. მაგარი ქარი და ნამქერი აქ იქ ძალიან ღრმა არის რა და მე ატესაბულავებით ვარ და ატე მაინც ესენი ასეთ თოვლზე არ არის და მანამდე მაგრა დამოუიარეს ხვითა შორის და ფიქრობ რა ვქნა. ისიც არ მინდა რომ მე სადმე ჩავეფრო. დავამოწმოთ ესე რა. აქეთ პატარა შანს. თქვა დავიდი მე რა ხდება საერთოდ. ჩავჭდე მაგის მეშინი. და შეიძლება ფეხით გავაგზავნო რა. შევხედავ მანქანას და მაგით მიხედვით მოვიფიქრე. აი ესე ხო ხედავთ ქარს რომ მოაქთოვლი. მაგის გამო დაგროვებული ბევრი რა. ზოგიერთ ადგილას და მე ჩამჯდარივით ვარ და თოვლში ჩაჯდომა ძალიან ცუდი იქნება ახლა, იმიტომ რომ გაყინული არის ეს თოვლი. ჩაყინავს ესე მანქანასაც და მე დამჭირდება ურეკო მეგობრებს ან უცხო ადამიანებს და შევაწუხო და ეგ არ მინდა, მირჩევნია. მაინც ვერ ავიდოდი ბოლომდე მეგობრებო ტყემდე, ეგ შანსი არ არის, რეიქით ისეთი აღმართი ერთი, რომ აი შანსი არ უკვე სიმაღლეც აღარ მეყოფა, მე მინდა რაღაც ძალიან დიდი მანქანა და რაღაც ალბათ დამატებით მომიწევს 10 კილომეტრის გავლა მაინც რა. შეიძლება მეტიც. ნახოთ მაგასაც დავინიშნა. ახლა ვეცდები მანქანა ისე გავაჩერო, რომ როდესაც ხვალ დავბრუნდები, არც ის დამხვდეს ნამქერიანად, ნამქერში ჩამჯდარი. და არც ვრავი მე თუ ამოივლის თუ არის მაგის შანსი საერთოდ, სხვა საცხელი არ შეუშალა. მეგობრებო, უფალმა ბედნიერი და უსაფრთხო ლაშქრობა მომწეს. აგრად მომენატრა თან დიდი ხანი ასეთ პირობებში მარტო არ ყოფილა. რომდენი უნდა გავიარო, ასეთი მაგარი ყინვა მელის წინ და თან მივდივარ კარგ სიმაღლეზე 1200-1300 მეტრი იქნება სადაც მივარ. და თან ამას დამატებული დლები არიან იქ. გზად შეიძლება შეხვდე რომელიმე მეცხვარეს, არ ვიცი. 2 თუ 3 მეცხვარი აქეთ. დაიწყო კაი აკვირთები. აი იქ მინდოდა ჩავრა რა და გაყინულია ტბა და აი იქ ჩავტოპე, წყალი არის უქვემოთ, აი აქ რაც არის. სხვანაირი ფორმა რო აქვს, ქვემოთ დგას სულ წყალი. მარცხენა ფეხი ჩავტოპე, ამას არ შეძდი წყალი, მაგრამ არ ვიცი ყელს, ფეხსაცმლის ყელს აცდა თუ არა. მეგობრებო, ერთ თემაზე მინდა ვისაუბრო უცებ, სანამ გზაში ვარ რა, იმედია ქარი ხელს არ შემიშლის.
აი ზოგს გონია ხოლმე რომ ვინც ისე შემოვა, ვინც ჩემი გამომწერი და მაყურებელი არაა რა. ზოგს გონია ხოლმე 1001-ია ეგეთი შემთხვევა, მაგრამ მაინც რომ აი გინდა თუ არა მე რო ტყეში მივდივარ, ვიტყუები, მანქანა გვერდით მიყენია, მანქანაში ვიძინებ, ბევრს დაუწერია რომ აი შენო მაქსიცივეშიო, მანდო ვერ დაიძინებდიო. აი რატო ვერ უნდა დავიძინო, ხო? გინდა არაფერი არ მქონდეს, არც აძლიერო, მაგრამ არაფერი, ვაპირებ ეგეთ რაღაცასაც. ეხო დამოკიდებული ადამიანზე. შენ რა იცი ახლა სიტყვაზე, მე რა შემიძლია, რა არის ჩემი მაქსიმუმი. ან რისი გარისყვა და რისი გაკეთება შემიძლია. ანდაც რატო უნდა დამჭირდეს ტყუილი? რატო უნდა ვატყუებდე ჩემს მაყურებლებს, რომლებიც ისეთ სიტყვას მიწერენ ხოლმე, რომ აი ჩემთვის დიდი ოჯახი ხართ რა. ხალხი მლოცავს. ქუჩაში რომ ხვდები ისეთ რაღაცას მეუბნები ხოლმე, რომ აი იყოს ყველა რა, რატო ნავატყუებდე ადამიანებს. მაგე რამდენი ხანია უკვე მოვდივარ. აღმართები ვიარე. სორზე ვიარე. მოვა მე ვიღაც და მანქანა გვერდზე გიყენა, მანქანაში გეძინა, ეგეც სისულელეები. ეგეთი ადამიანები ალბათ სახლს არ გაწვენიან, თბილისს არ გაწვენიან, ავტობუსებს იქით არაფერი უნახავთ და გონიათ რომ ყველაფერს იტყუება. აი ცუდია მეგობრებო დაფიქრდით. მე ეს საქმე ძალიან მიყვარს, აი მთელი გულით და სულით მიყვარს და პირველ რიგში როდესაც ტყეში მივდივარ და რაღაცას ვაკეთებ, იმიტომ რომ მიყვარს და მსიამოვნებს რა. იმიტომ კი არა რომ ნახვები მქონდეს და გამომწერები. მე რომ მაინც და მაინც ნახვები მაინტერესებდეს. წამოვიდოდი აგერ ტყეში, რაღაცა შოუს დავდგავდი, ვითომ გლისმა გავიგე, 1000 სისულელი. არ მიყვარს ეგეთი რაღაცები ზოგადად. ვიღაცას თუ შევატყერო, რაღაცას მაიმუნებს და ვიდეოში იტყუება, მე ეგეთ ადამიანს აღარ ვუყურებ. თუ რა თქმა უნდა მისი არხი წარმოჩენილი არ არის როგორც შოუ რა. არის არხები რომლებიც შოუებს გავმედა, ეს ყველა მისთვის შოუა, მაგრამ საყურებლად საინტერესოა. თორე აგერ სადაც მივდივარ. ამ ტყეში არიან გლები, რამდენჯერ მითხრა მეცხვარი მოვე რა. ცხვარი შეგვიჭამა, გლები არიანო, ყურადღებით იყავიო, ძაღლთან განსაკუთრებითო და ზოგი შემოახომი და გელს რა უნდა? გელი არა ის რატო იტყუები და სისულელები, ანუ მაგიჟები რა. გელი რა გასაკვირია საქართველოში საცაა სოფლების სახლებში დაიწყებს შესულას და იქ ადამიანები შეჭმას, ანუ იმდენად ბევრი არიან გლები, ტყუები, უმრავლებლები და სუმავთილებენ ხოლმე მეგობარი მონადირეები, ყურადღებით იყავი ბევრი მგელიაო. აისონ და ანდას ვიღაც არ ვცოდნე შემოდის და გელი არა ის რაღაც სისულელი. წერუების კვალი. თარამხელები არიან, ნახეთ. ვაკაცყალი დგას გავიდი. ვაკეც დავდიოდი, აი. ჩამიწყდა კიდე და სულ ჩამივიდა. ეხლა მართლა ჩამყალი მაქვს ეს ფეხი ამდენად მარჯვენა. უნდა ვიჩქარო. აქ კარგად დეს მეგობრებო თოვლი. თან გარშემოცვნა შევოთვარიელო, აბა რამეს ყვალს თუ ნახავ რა ამ დროს. უბრალოდ ერთი ცუდი ის არის რომ ქარი რო ქრის, აი ეს ნამქერი რო არის და თოვლი რომ მოაქ. რო გითხარით მანქანის ძირით დავდეთქო. ჩანთა მოვიკიდე, ჩავბარგდი და გამოვედი და ეგ ადგილი უკვე ის იყო გადაფარული, ანუ უცებ არავს კვარს რა. ავაჭრა კიდე ზემოთ კარგად.
აქ რო გავჩერდებ ფიქრობ, რავი. ავარია ძირი კარგი სწორი იყოს. დასაწოლად კაია. რადგან აქ უნდა დავწვე, ცეცხლი მინდა რომ მაქსიმალურად ახლოს იყოს, ამიტომ აქ დავანთებ ცეცხლს, რომ პირველ რიგში ფეხები გავიშრო, წინდები გავაშრო და მანამდე მეორე წყვილ წინდებს ჩავიცევ და იმედია ფეხსაცმელის არ არის ძალიან სველი. ეს ფეხსაცმელები ქემში არიდან მაქვს. წყალგაუმტარი, ქარგაუმტარი, ყინვაგაუმტარია და ეგ ამ შემთხვევაში ცუდი იცით რა არის? რა წყალით ჩამივიდა, ჩათვალეთ შიგნით დგას რა. რასაც ჩემი წინდა და ფეხსაცმელი შეიწოდა, თორე გარეთ არაფერი არ გამოსულა. ამიტომ ყველაფერი კარგად უნდა გავაშრო, რომ ფეხები არ მომეყინოს, იმიტომ რომ -15 სახუმარო ნამდვილად არ არის. ამ შემთხვევაში ახლა არ არის -15, მაგრამ საღამოდან უკვე დაიწყებს საკმაოდ მაგრად დაცემას რა და ბოლოს ჩავა -15-ზე და საშიშიც არის სხვათა შორის ეყინვა, ბევრი რაღაც შეიძლება მოხდეს. ამიტომ ჯობია ყველაფერი შრალ თქონდეს და საერთოდ ამდენი არ ვილაპარაკო და შეუბერო. კარგი ამ შრალია და ყვარიც ბევრი აქვს. ყვარის მხრიდან არ უნდა დაარტყა ნაჯახი, რამე ხდება, ყვარის ხარი არის ყოველთვის მაგარი. აგერ თითი გავიჭერ, თითში ჩავერტყი. ეგ არის მეგობრებო, წესით ცეცხლი მაქვს. აუ, რო დუნდები ახლა გძნობ, როგორი გაყინულიც ვარ ქვემოთ ფეხებზე. ასე მგონია მაცივარში მაქვს ჩაწყობილი ფეხები. სულ გაყინული მაქვს მეგობრებო, შარვალი და ფეხები სუსველია. ეს წინდა ცოტა გადარჩა. დიდი სხვაობაა ფერებში. აუ, არ დამეწყოს ეს ფეხსაცმელი. გამოსაცვლელად მაქვს წამოღებული მატყლის წინდები.
კამერას ხო უნდა აღება ახლა, მგონი მომიწევს ფეხშველავიარო. ასე დაიწყო ჩემი დღე ტყეში. შენ კარგად ხარ დაისონ. ჩემი ბრალი ახლა ასეთ სიტუაციაში რო არ, იმიტომ რომ მზე როდესაც ადგება ტბას გაყინული როა რა, დიდი შანსია რომ უცებ ჩაგიტყდეს. ხო და რო გადავდიოდი ვატყობდი რომ რბილდებოდა. ნუ ტბაზე უშუალოდ არც გადავსულა, ტბის ნაპირზე ვიყავ, მაგრამ როგორ ჩანს ტბის ნაპირზე ქვემოთ ხო დღეს ხომ წყალი. ან შეიძლება საერთოდ ტბაზეც გადავიარე და ვერ მივხვდი, იმიტომ რომ ნაპირები უფრო თოვლიანი იყო რა და მარცხენა ფეხი ხომ მეგონა რომ სველი მქონდა. თურმე მარცხენა ფეხი ისე არც დამსველებია ძალიან. და უკვე იქ რო ვიყავი, რა ქვია. მარჯვენა რო დავდგი, ჩავიდა და მეგონა არაფერი არ იყო, თოვლში ჩადიოდა, მაგრამ ცოტა ჭყაპა-ჭყუპიც მესმოდა და რავი რამ გამომაშტერა, დავხედე და პირდაპირ სანამ არ ჩავდგი და არ ვიგძენი, რა ესე ფეხსაცმლის თავიდან ესე ჩავიდა წყალი, მანამდე კი არ ამოვწიე ფეხი, მე უცებ ხტომით გადმოხტი რა. ჩემი ბრალია, ეხა იმ ფეხსაცმლის რა გააშრობს არ ვიცი. ამაში საკე დიდი დრო დამეკარგება. დამეწვა ფეხები. ნაჯახზე მიწყვია ახლა ფეხები. იმიტომ რომ წინდები ჩაცმატყუილი არ მინდა, ჯერ ფეხსაცმელებსაც ვერ ვიცი, ამიტომ ჯობია ასე მქონდეს, ფეხები უფრო თბილადაც მექნება. თოვლში სიარული კი კარგი იყო. გუნდები აქვს თათებზე მიკრული და როგორ იცლის. დაისო, რა საყვარელი ხარ? ზუსტად 1 საათი გავიდა, რაც ფეხებს ვიშრობდი რა და როგორც იქნა მეგობრებო. ახლა ეგრევე უნდა გავვარდე, ბევრი შეშა მოვიმარაგო და თან ჩემი დღევანდელი თავშესაფარი ავაწყო. შენ არ მოხვიდი აქეთ აისო? აქ დაჯექი და არ გაინძრე. დაჯექი? აქ იყავი არ წავხვიდე რო ჩამოვარდი, რომ მანდ იყავი. დღეს ჩემი თავშესაფარი იქნება ამ ტენტის ქვეშ. უბრალოდ ზურგის ქარი რო შევაკავო რა, იმიტომ რომ ქარი როგორც დავაკვირდი, ხან იქიდან მოდის, ხან იქიდან. აქედან არ მოდის ყოველ შემთხვევაში. რაც კარგია, იმიტომ რომ ნახეთ, ყვამლიც აქეთ მოდის, კამერისკენ პირდაპირ იმედია საერთოდ ჩვენ ვარ.
ამის სიტყვაც მე ჩემკენ წამოვა. დღეს ესეთი მოწყვეტილი ტოტები დამეხმარება, რომ შრალად ვიწვე. ესეც ასე მოვეწყე. და შეიძლება ქვემოთაც ჩავიწიო როდამე. შოკოლადი და ზოგადად ტკბილეული, ანუ რომ ძალიან კარგი რაღაც არის. შიმშილის გრძნობას უცებ გიქრობს. და რაც მთავარია, თავი თუ აქ ტკივდა, აი წნევა თუ დაგეცა და აქ ტკივდა თავი. მაგაზეც ეგრევე გშველის. ნუ ყოველ შემთხვევაში მე მშველის. მაგრამ აი თუ წაიკითხავთ ეგეთ რჩევებს, გინ მყინვარზე რომ მიდიოდე სადმე, ან ესეთ ძალიან დაბალ ტემპერატურაზე გაშქრობდე. ყველგან წერია რომ ტკბილეული უნდა გქონდეს თან რა. მაგ შემთხვევაში როცა წნევა დაბლაგეცემა ყინვის ან სიმაღლის გამო, ეს მაგრად შველის და მაგრად მოქმედებს. დღეს ცოტათი ჩამივარდება ყვება. იმდეს ვჭამ ვარჯიშის თემაში აქ მაგნეს ფიზიკურად ვერ წამოვიღებდი, ჩანთა ზედმეტად დამიმძიმებდა რა. ასე თუ ისე რაღაც ყვება წამოვიღე კონტეინერից და საღამოს ან ღამით შევწვალ დიდი სტეიკი მაქვს წამოღებული სოფლის ძროხისთან და ნატურალური რა, რასაც ქვია. მანამდე ბევრი შეშა უნდა მოვიმარაგო და ეგაა რა, დღეს ძალიან ბევრი დრო დავკარგე ფეხის გაშრობაში. თორე უკვე ბევრი რაღაც მოშორებულიც მექნებოდა. მაგარი ყინვა არის უკვე. ეს ხუდი გემახსოვრება ზამთარში კარგად მემსახურებოდა ხოლმე. ახალზე გადავედი. რა არ ვიცი რა მოვიდა, დაპატარავდა თუ რა მოვიდა, მაგრამ უკვე ბოლო ხანებში მაწუხებდა რა. ამიტომ დღეს დავამშვიდობები. კარგად კუდო.
დღისით მენთო სუსტი ცეცხლი და ვინაიდან საღამო ახლოს არის, ახლა უკვე დროა გავაძლიერო კოცონი. ისე ეს ჯოხი ახლა ვფიქრობდი, უნდა მოხსნა რა, იმიტომ რომ ძალიან მოუხერხებელი იქნება. ამას მოხსნი და თოკით ისე გავჭიმავ, რომ აწეული იყოს, იმიტომ რომ ზოგადად ასეთი ღია ტენტი იმ ხრივ არის მოუხერხებელი, რომ რა იყო და ისო. შესრა ესა რაღაც მაინც მოუხერხებელია საკითხით ძალიან გადაწოლილი და აი თავს რო აწევ ეგრევე ტენცეხები რა. უბრალოდ ამას თავისი მუღამი აქვს, თორე ეგრე კარავიც მაქვს. ზამთრის კარავით დამემატა მეგობრებო, თვითონ ზამთარზე ყინვებზე გათვლილი და აუცილებლად მექნება ეგეც მომავალ ვიდეოებში, მაგრამ ვინაიდან ამის მუღამი მქონდა ახლა ასეთ სიცივეში. ეს რავი მგონი ზედმეტია. ამას მაგრად გავჭიმავ, ქარიც არ ხრის ისეთი რომ რავი მოგლიჯოს და ტენტი წამაცალოს ღამე, ამიტომ იმედი არც დაემატება ეგეთი ქარი და ეგრე ვიზავ რა, ამას მოხსნე. დავტოვებ მხოლოდ თოკს. ერთ საათში ერთხელ გავისვრი ხოლმე თითო ტყვიას და დაძინებამდე რამდენიმესაც. მშრალი თოვლისგან სითხე რომ მიიღო წყალი ძალიან რთულია რა. აი ეს კარდალა რო გაავსო წყლით, ალბათ 15 ჯერ ან 20 ჯერ მაინც უნდა ჩაყარო ამაში ეს მშრალი თოვლი. ეს წყალი კარგად უნდა ვადუღოთ მეგობრებო, აი ყოველთვის ადუღეთ კარგად რა. იმიტომ რომ გემახსოვრებათ ჩარშან გასულ ზამთარსაც დამემართა და მსგავსი რამ რო თავიდან ავიცილოთ. აჯიკაია სვანური მარილი. დღეს მინდა საშუალო სტეიკი შევწვა. შიგნიდან რო წითელი არის და გარედან შევწვარი. ხორცს ნაკურჩხალზე დღეს ავწვა, ამის ნაკურჩხალი და ამბები სად მაქვს. დღეს თავარია ჭამო თორე.
ახლა თუ აქ ნაკურჩხალი დავტოვე და ისა და მე ცეცხლი ჩამიქრა. და დღეს პირდაპირ ესე მოამზადებ. აქ რამე უნდა გავაკეთო რა დაეყრდნოს. ტყეში მგონი სულ სხვა ადამიანი ხვდები. სახში ესე შანსი არა, ესე რაღაც დავიჭირო და ვჭამო რა. მეყვარ ძალიან მოწესრიგებულად, დაჭრილი. აი ლამაზად რო აი ხელებიც არ დაგესვაროს რა. ტყეში ფეხებზე მკიდია უკვე ყველაფერი. ასე უკეთესია, მეტი ადგილი მექნება, რომ აი თავი მაინც ამოყო. თვარიანი ღამე ხოა და ნახეთ, სავსე მთვარია და ფანრის გარეშეც კი როგორი ნათელია ტყე, სადაც ციცარიელები ეკიდა რო ანათებს. აქეთ უფრო ნათელი, იმიტომ რომ ჯერ აქეთ არის მომდგარი. აი ღამით, როდესაც ზემოთ იქნება მთვარე უკვე, მერე ნახეთ თქვენ სინათლე, შეხედეთ რა მოგარია. და მისტიურიც. ხორცი მალე უკვე მზად იქნება. მეგობრებო, აი მარტო წამოსვლას აქ სხვა მუღამი. შემიძლია ვინმე მეგობარს უთხრა, ვინც ხშირად ამყავს, მაგრამ აი მარტო წამოსვლას რა მუღამი აქვს, ჩემთვის პირადად რა მუღამს უჭერ. პირველ რიგში რაღაცნაირად მარტო რჩები რა. ფიქრობ ბევრ რამეზე. მაგრამ თავარი მუღამი ტყეში მარტო წამოსვლაში განსაკუთრებით კაცრ პირობებში, ზამთარში, ყინვაში და მეტი საშიშროება რო არა, განსაკუთრებით ეგეთ პირობებში მე პირადად მარტო წამოსვლას იმ მუღამს უჭერ, რომ უფრო ძლიერდები. ფიზიკურად კი არა. შინაგანად რა. როგორ გითხრათ? ყველა ადამიანს ხო რაღაცა ბუნებრივი შიში აქვს. ადრე მაგალითად მარტო რომ წამოსულიყავი მე ვიძახი წლების წინ. ასეთ პირობებში რო ყოფილიყავი, მარტო ვერ გავჩერდებოდი 100%-ით ვიცი რა. შეიძლება მანქანაშიც ვერ გავჩერებულიყავი ადრე. ახლა უკვე ჩაულებრივად ვარ, აი როგორც გინ ჩემ სახლში ყოფილი ვარ მარტო, გინდა აქ. ანუ შინაგანად ძლიერდები, უფრო მტკიცე ხდები, უფრო ძლიერი ხდები. რავი, მე ტაისონი და ღმერთი ვარ აქ მარტო, არავინ არ არის, ღმერთს ვესაუბრები, ისედაც ვესაუბრები ხოლმე, მაგრამ მარტო რო ხარ სხვანაირია რა. აი მაგიტო დავდივარ მარტო მოკლედ. ეგ უნდა მეთქვა რა. ეგ არის ჩემი მარტო სიარულის მიზანი, რომ უფრო და უფრო გავძლიერდე. მარტო ადამიანი რაც მეტ რამეს დაძლევ, რაც მეტ რამეს იზამ, უფრო ძლიერი იქნება. ჩემი აზრი ასეთი არის. გავიგუდე. აი ზამთარია, ყინვა არის, კაცრი პირობებია, მეტი წინაღობა გაქვს და მეტი საშიშროებაა და ამ ყველაფერს მარტო ერთხელ რო იზამ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ და ამას კიდევ ამატებ ხან მაგალითად კარვის გარეშე, კარვით ისა ესე ყველაფერი ხო რთულდება რა. ამდენი გამოვიარე ისა ეს და ჩემთვის ეგ არის რომ უფრო ძლიერდები რა და მართლაც რო ვატყობ თავს ეგრეც არის. შინაგანად უფრო ძლიერდები და აი არაფრის არ მეშინია. ახლა რაც გინდა მოვიდეს, რავი, გინ მიწიერი, გინდა რა მიწიერი, არაფრის არ მეშინია, იმიტომ რომ ასე მარტო სიარული ჩემი აზრით დამეხმარა იმაში, რომ ღმერთსაც უფრო დავახროვებოდი. მეგობრებო, იმედია სწორად გამიგებთ. მოკლედ მაგარია რა. პრიმიტიული რაღაც პირველყოფილური მეთოდი მარტივი, უბრალოდ აიღე, გაუყარე ჯოხი, დადე ცეცხლზე მორჩა. აუ რა კაია, მაგრამ შემთხვევით მედიუმზე გადავედი.
იცით რა გემრიელად გამოიყურება? ხორც შეხედეთ. მეგობრებო, უგემრიელესი არის რა. ტოპ 5-ში შევიყვანდი, რაც გამიკეთებია და რაც მიჭამია. სტეიკი. პორტოხალი ასევე იმეს თუ გიყვართ, აბა. კანით. სადავარდა ტაისონმა პონინე. აქ ვინახავ რომ მე არ დავკარგო და დილას წავიყავო. გარე თერმომეტრე მიწერდა -900. ახლა შიგნი შევიტანე, მაინტერესებს რა სხვაობაა და რა წერია. 5 გრადუსია შიგნით. პლუს 5. სითბო არ არის, მაგრამ ჩათვალეთ აი აქ არ ყინავს. რაზე დაწვი და ყურები არ ვიცი, მაგრამ აქეთ მოვიდა დაჯდა და ერთ ადგილს ასტირდებოდა. ისე იქით გავიგეწეღან. უბრალოდ რო გითხრათ, იქით იყო შორს ოღონდ რა 1-6 ტყუის გასრულის ხმა, 7-იან 6. და აქეთ გავიგე სირბილის ხმა. შეიძლება ამანაც რამე იქნო მაგ დროს. თორე ცოტა ტაისონი ახლოს არასდროს არ მოდის. არ უყურს. ვახსენე ცეცხლი გახედა ეგრევე. გვიანია ცოტა ხანში ალბათ დავწვევი კიდეც. ფეხებს სათითაოდ ვითვობ. აგერ მაქვს მატყლის წინდები. მე ამას ჩავიცმევ და პირდაპირ შეგურდები საძილე ტომარაში და დავწვევი. ესენი მეტი სითბოსთვის. იმ დროს უყურებდი ერთ ვიდეოს მატყლის ტანსაცმელზე იყო რა, წინ და ჩარო არის ზედაც, ნებისმიერი რამე, მატყლის ტანსაცმელი. არ ვიცი ის არხი თუ იცით, Outdoor Boys ხო წავიდა რა, ხო და YouTube-ზე წასვლიდან 3 ვიდეო უნდა დაედო. 3 დაუმზადებელი ვიდეო. ხო და ერთი ვიდეო დადო თავისი მეგობრისთვის, თქვა რომ მის ცოლს მეუღლეს აქვს სიმსივნეო რა. ის კაციც რაღაც ლაშქრობებზე იღებს. გადავხედე მე იმ კაცის არხსაც, კარგი არხი აქვს და დასახმარებლად დადო მისთვის ვიდეო მის არხზე. ხო და მეგობრებო, ის კაცი საუბრობდა მატყლის ტანსაცმელზე, ცოდნას გვიზიარებდა რა, რაღაც ექსპერიმენტის ჩაატარა და რაც ექსპერიმენტის მიხედვით რა დადგინდა რა. მატყლის ქსოვილი, ტანსაცმელი, როდესაც სველდება, გამოყოფს სითბოს. თუ ეგ ვიდეო გენდომებათ, გამახსენეთ კომენტარებში. შემიძლია დაგილინკოთ და უყურეთ, საკმაოდ საინტერესო ვიდეოა. ანუ მატყლის ქსოვილის და წყლის მოლეკულები ეს ერთმანეთზე მოძრაობენ, გამოყოფენ სითბოს და მთელი ამბები. ძალიან საინტერესო ვიდეოა და მოკლედ მაგ კაცს ეცვა რაღაც მატყლის ზედა და ჩახტა მერე ყინულიან წყალში. მაგარი ვიდეოა და საერთოდ ეს მატყლის ტანსაცმელი ძალიან მაგარი რაღაც არის რა. თუ გინდა რომ თბილად იყო,
იდეალურია. აწექი მეგობრებო. აგერ ტაისონი ფეხებს ისუფთავებს, ყინულები ქონდა თათებს და იძრობს და ესე ჩაგორდება და ეგ არის. აგერ ცეცხლი ჯერჯერობით არის. რასაც მე გადავამი. და იარაღი მიდოს გვერდითვე თავისი ტყუებით. დილის დრო მეგობრებო გვიანია უკვე თან მაგრად ყინავს უკვე აი ხელი მაქვს გარეთ და გძნობ ცეცხლით ჩაქრა. აბა ტკბილი ძილი მეგობრებო და შევხვდებით დილას. მეგობრებო ეხა გამეღვიძა. შეხედეთ რა მაგარი სინათლეა. ცეცხლით ხანითება ხანარ. მაგარია ძალიან. ძალიან ლამაზია. შევიტრიალო ისე. გათენდა მეგობრებო, 8 საათია. ახლა ვდგები. და ისე შეგიძლია შენც ადგე. თორე მეგობრებო ახლა მიჩვენებს -11. ასეთი სიცივე არ მახსოვს არ ჩარჩან და არ წელს ძალიან ცივა. აი ფეხსაცმელები ძლივ ჩავიცი, ალბათ 10 წუთი მაინც ვიცმევდი, იმიტომ რომ სულ გაყინულია რა. ფეხი ძლივ ჩავყავე. არ ჩადიოდა. წარმომიდგენია გამთენი ეს რაღა იქნებოდა უფრო ადრე 6-ზე 7-ზე. რადგან მინიმალური -15 იყო. ცეცხლის ხელახადანთება მიწევს, იმიტომ რომ სულ ჩაფერფლილია რა. და ყველაფერი გაყინულია. ნავიაქტივრო ახლა სასწრაფოდ. ძალიან ცივა მეგობრებო მართლა რა. არ ველოდი ასე. ახლა კარგად შევთბები. მე ნენელა დავიწყებ ჩაბარგებას და დავეშვები. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ცივი ღამე იყო ჩემ ცხოვრებაში. ყოველ შემთხვევაში ასეთი ლაშქრობა არ მახსენდება. რაჭაში კი მახსოვს -15, მაგრამ ლაშქრობით არა. სახლში ვიყავი. ღამითაც კი ციოდა რა. გრძნობდი მაინც. გინდა არ გინდა მაინც გრძნობდი და ტაისონი მაგრად დამეხმარა რა. იცით როგორ მათბობდა? ფეხების ხარეს როცა იყო, აი ფეხები ისეთ გაღუღუნებული მქონდა, გეგონება ცეცხლზე გაქვს მიწყობილიო და მე ზემოთ ამოდიოდა ესე გულმკერდის ხარეს, ზურგის ხარეს. სულ მოძრაობდი და აი სულ მათბობდა რა. ჩახუტებულები ვიწექით და ტაისონი ძალიან დამეხმარა, თორე მაგრად ციოდა. ტაისონი რო არა უფრო ვიგზნობდი სიცივეს. ჩემი კარგი ბიჭი. ტაისონ, შენ იცი რა კარგი ბიჭი ხარ? ახლა ჩაგაცმევ შენ ქურთუქს. უკანა მხარეს უგაყინული იყო ტენტი და მე ამაზე ქონდა გადმოტანილი. გითი კარგა მეწინა. წავედი მეგობრებო, წინ დიდი გზა გვაქვს.
აისონს მივყვები. მეგობრებო, არ ამგონია შობამდე ვიდეო დავდო. უბრალოდ შობის პერიოდში ამ ვიდეოს გარდა სხვაც რა. აისონ წამო. ამიტომ მეგობრებო, აქედან წინასწარ გილოცავთ შობას. უფალმა მრავლს დაგასწროთ. ქრისტე ჩვენთვის დაიბადა, ჩვენს გადასარჩენად და ისე გვეცხოვროს, რომ ღირდეს ეს ამათ. რადგან ჩვენთვის დაიბადა და ჩვენ კიდევ მისთვის გვეცხოვროს. რასაც წართ მეგობრებო და ბედნიერ ქვეყანაში გვეცხოვროს. ერთმანეთის სიყვარულში რაც თავარია და არა ზიზღში რაც ახლა ხდება. ძაღლმა იყო აქეთ. აისონ აქეთ. ჩავარდი მეგობრებო. თილი დუირო აქეთ. ძალიან ბიზნესია. ის მინდა და ზამოუჭერი რა, ამზით არასულ. ცუდი იდეა იყო როგორც ჩეს. შაშან ამ დროს თოლზე დავდივედი და ვარჯიშის მერე უკვე ვეღარ დავდივარ თოლზე. ტბის გვერდით მოვაბიჯებ. ვატყობ რომ უზნაო ფუფუსურად რომ ტუჩები და ულოშები მეყინება. ზემ ახლა არ მოვანეთ. რამდენიმე კილომეტრი უკვე გამოვიარე. ეცდები რომ დასვენების გარეშე ჩავიდე რა, როგორც ამოვედი. ზოგადად ეგ მინუსი მაქვს. თუ ცუდად არ ვარ, აი ყინორწვერზე მაგალითად ცუდად რო ვიყავი, მალმალე ვისვენებდი რა. აი თავს ვეღარ ვაძალებდი და როცა ჩვეულებრივად ვარ, მირჩენია ხოლმე რომ არ დავისვენო. მაქსიმუმ გავჩერდე უცებ წყალი დავლიო და ეგრევე გავაგზავნე სხვა. თუ ახლა მეგობრებთან ერთად ვარ და მათ დასვენება უნდა, ეგ სხვა თემაა, მაგრამ მარტო თუ არ ან ვიმე ისეთა ვისაც დასვენება არ უნდა, არც მე მიყვარს დასვენება. რამდენიც კი ნახონდეს გასავდელი. წინა რა დაისონ, უკან იყავი. არ მიყვარს სავარძლის გათბობა, აქვე გეტყვით ვიდეოში, რომ კაცებისთვის არის ცუდი რა. მიხდებით რაზეც. აუ, მანქანაში დიდი ბოთლით მედო წყალი და ეგეც უგაყინული დამხვდა. აბა, თერმოსის შანსი არა, მაგრამ უფრო ცივი იქნება. გაყინო. რა ცოტა გადმოდის? თავი არის გაყინული ოდნავ და ნახევარზე გადმოდის, ნახევარზე არა. აზრი არ აქვს, ისიც გაყინულია. არ ეხსნება. ასე უნდა წრუპო. გახურდეს მანქანა მეგობრებო კარგად და დავეშვები. მადლობა რომ მიყურებდით, ჩემთან ერთად იყავით. შვენიერი დღე იყო რა და მართლა ცივი დღე იყო და ცივი ღამე განსაკუთრებით, აი. ძალიან ცივი და. დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, მოიწონეთ ვიდეო. ამით არხს დაეხმარებით, ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა მაგრად მეგობრებო, თქვენ უყურებთ BBR Watch.